პოლიციამ 4 ოქტომბრის აქციის მონაწილე 13 პირის სისხლის სამართლის წესით დააკავა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, სულ იდენტიფიცირებულია დანაშაულის მონაწილე 15 პირი. 2 პირი ჯერჯერობით მიმალვაში იმყოფება. ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას ყველა მხრიდან. ევროკომისიის პრესპიკერი ანიტა ჰიპერი საქართველოში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებზე რეპრესიების ფონზე ჩატარდა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას წარმართავს. საქართველოს მუნიციპალური არჩევნები დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ხელისუფლებას პატივისცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვის, თუმცა მისი თქმით, მათგან ამ მხრივ ჯერჯერობით ისევ დუმილია. კობახიძე ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი ადმინისტრაციის პერიოდში არც ერთი დაძაბული შეხვედრა არ ყოფილა. ღაზას სექტორში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ჰამასის დელეგაციასა და ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებს შორის დღეს განახლდება. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ჰამასი ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე თანხმდება და ფიქრობს, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.